გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი არის განსხვავებული და ერთ-ერთი ჩვენი გამომწერის თხოვნა გავითვალისწინეთ და დღეს გვექნება ძალიან კარგი და საგანმანათლებლო ეპიზოდი. ამჯერად არ დაგჭირდება დაფა, და შეგვიძლია რომ გადავდოთ, ჩვენ დაგჭირდება უფრო მნიშვნელოვანი რამ, რასაც ქვია დანები. როგორც მანამდე ვახსენე, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი მიეძღვნება დანებს. ყველა პროფესიონალი მოზარეულის არსენალი გამოიყურება შემდეგნაირად. ბევრი დანა და ბევრი წვრილი ინვენტარი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მზარეულის ხელის გაგრძელება, როგორც იტყვიან, არის დანა. არის დანა. დანას უნდა ფლობდე ისე, როგორც შენს ხელს, უნდა იყოს შენი ნამდვილი ხელის გაგრძელება, რადგან ეს არის ის რაც შენ ფასს გმატებს. დღეს გავავლეთ ყველა იმ დანის ტიპს, რომელი დანის ტიპით შეიძლება გამოგადგეთ სამზარეულოში, რომელ დანას რისთვის ვიყენებთ. ამ ყველაფერს გავავლეთ დღეს. გთხოვთ რომ ახლოს მოიწიოთ და დავუწყოთ. პირველი დანა, რა თქმა უნდა, იქნება შეფის დანა, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად და შეფის დანა არის უნივერსალური დანა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყუროთ ნებისმიერ რამაზე. იქნება ეს ბოსტნეული, იქნება ეს ხორცი, იქნება ეს რა ვიცი, ყველაფერი. შეფები ხმარობთ ყველაფერში და ეს არის ნამდვილი ჩვენი მარჯვენა ხელი. ამ დანის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი შეფის ცხოვრება და ყოველთვის ეს დანა არის მაქსიმალურად გალესილი, როგორც ყველა დანა. ანუ შეფს ნაიფი პირველი არის უნივერსალური დანა, რომელსაც ყველაფერში ვიყენებთ. ეს არის ევროპული ფორმა, ევროპული ხელის მოსაკიდით, რომელიც არის ყველაზე კომფორტული და ყველაზე ერგონომიული. და რაც შეეხება სიმძიმის ცენტრს, აქ ზუსტად შუაში, რომ ხელი არ დაგვიღალოს. შემდეგი დანა არის სანტოკუ. სანტოკუს დანა არის ისე უნივერსალური დანა, რომელსაც ვიყენებთ ნებისმიერ ხორცზე, ნებისმიერ ბოსტნეულზე, არ ვიყენებთ არასდროს არც ძვლებზე და არაფერ მსგავსზე, როგორც შეფის დანას. არავის არ უნდა გეყოლოთ ძვლებზე, რადგან თქვენი დანის პირები აუცილებლად დაიბზარება მიკრო დონეზე და აღარ გაჭრის და ძალიან რთული იქნება მისი სიკეთის შენარჩუნება, ასე ვთქვათ. მე ყველაზე კარგად ვხმარობ სანტოკუს, უკეთესად ვდრე შეფის დანას, იმიტომ რომ უფრო პატარა არის და უფრო დაბალანსებული არის ის. აი ეს არის ზუსტად შუაში აქ ამასაც და ხელი მაჯა არ დაგიღლებათ, როცა მოგიწევთ ბევრი ხახვის ჭრა. და არ დაგავიწყდეთ, რომ ყვითელი თასახურის ქვეშ მოთავსებული კოდების შეგროვება კვლავ გრძელდება და თქვენ დიდი შანსია რომ მოიგოთ ძალიან კარგი პრიზები. გადავედით შემდეგ დანაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დანა არის. ეს არის ხორცის დანა. ხორცის დამუშავებისას ვიყენებ ხოლმე მე პირადად და უფრო ადვილი სამუშაოები ძვლებთან, როცა ხორცს უნდა გამოჭრა, უფრო ადვილად ჭრი ამით, რადგან აქ ძალიან წვრილი ბოლო და უფრო ადვილად შედიხარ ძვლებთან და უფრო ადვილად ჭრი ხორცს ძვლებისგან. ამიტომ ამასაც ვიყენებთ ხორცისთვის. ძალიან კარგი დანა, რომელიც ძალიან იშვიათად გადგებათ ხოლმე სახლში, არის ფილეს დანა. ფილეს დანა არის ძალიან დრეკადი, როგორც ხედავთ, არ იღუნება, შეგიძლიათ რომ ეს გადაყუროთ, არ იღუნება. მაგალითად, თევზის ფილეს დამუშავებისას უსაგჭირებთ ხოლმე რომ დააჭიროთ ამას, როდესაც დააჭიროთ და ესე გაჭრათ. და ძალიან მომყოლი და ძალიან ისეთი პრაქტიკული დანა არის, როცა გიწევთ ბევრი თევზის დაფილებება ან ბევრი ხორცის დამუშავება და ასე შემდეგ. ამას ქვია ფილეტინგ ნაიფი, ანუ ფილეს გამკეთებელი დანა. შემდეგი დანა, რომელიც უფრო აზიურ ქვეყნებში არის ცნობილი, არის ესეთი ასე ვთქვათ ნაჯახი. ეს არც ხორცის გამოიყენება, არც სხვა რამისთვის, მხოლოდ ბოსტნეულისთვის. ძალიან კარგი არის პრეპ ვორქისთვის, ანუ მიზანპლასისთვის, ანუ მოსამზადებლად, როცა ბევრი რაღაცა გვაქვს დასაჭრელი. არის შედარებით მძიმე, არ გიწევთ უფრო დიდი ძალის დატანება ჭრისას, ანუ თავისი წონით და გრავიტაციის ძალით უფრო ადვილად გაჭრევინებთ სხვადასხვა ბოსტნეულს და დიდ რაოდენობებზე ძალიან კომფორტული არის. შემდეგი დანა არის pairing knife. ეს არის chef knife-ის პატარა ვარიანტი, რომელიც არის პატარა საქმეების გასაკეთებლად ძალიან კომფორტული. ამ დანას ვიყენებთ ძირითადად პატარა რაღაცების დასაჭრელად, ასე ვთქვათ რა. prep work-ისთვის არ გამოდგება, არც მიზანპლასისთვის. უფრო არის ხოლმე რომ აი თქვათ ერთეული რაღაცების გაკეთება. შეგიძლიათ ნიორი დაჭრათ ამითი მომზადებული ქათამი, პატარა ნაჭერი, ანუ პატარა ინგრედიენტებზე და პატარა ზომის და ცოტა რაოდენობის პროდუქცია გამოიყენება ესეთი დანები. ეს არის უფრო ხშირად ან შუა მუშაობისას შეიძლება რომ დაგჭირდეთ ეს დანა. შემდეგი კიდე ერთი დანა არის carving knife.
ეს არის ის დანა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გავალამაზოთ ჩვენი პროდუქტები. ან შეგვიძლია ვთქვათ, სოკო რო გამოიჭრათ რაღაცნაირად, ან დიდი სტაფილოსგან პატარა სტაფილო გამოიყვანოთ, ანუ აი ისეთი რაღაცები, რაც სამზარეულოში, სახლის სამზარეულოში ნაკლებად გადგებათ ხოლმე. ეს არის ეგ დანა. უფრო დიდ სამზარეულოებში და უფრო რაღაცა ვიზუალზე ორიენტირებულ სამზარეულოს ჭირდება ესეთი დანა, მაგრამ ძალიან საჭირო ტიპი არის. ასევე იგივენაირი carving knife გვაქვს, ოღონდ უფრო პატარა, რომელიც ზუსტად იგივენაირად გამოიყენება და ზუსტად იგივენაირი გამოყენება აქვს ამ დანასაც. ეს არის ის მოკლე და პატარა რაოდენობა დანების, რომელსაც მე ვფლობ და რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ. მაგრამ სახლის პირობებში, როდესაც მარტო ხართ და თქვენთვის აკეთებთ და არ ხართ სარესტორნო ინდუსტრიაში, ერთი დანა აკეთებს ყველაფერს. უნივერსალური დანა, რომელსაც ქვია ან chef's knife, ან sandok. ამ ერთ დანას რომელიმეს შეუძლია შეგაძლებინოთ შეუძლებელიც, არ არის აუცილებელი რომ გქონდეთ ის ინვენტარი და ამ ინვენტარის არ ქონის გამო თქვენ რაღაცა შეიზღუდოთ ტვინში. თავარია თქვენ გქონდეთ მონდომება, ენთუზიაზმი და საჭმელსადმი სიყვარული და კუჭის ადმი სიყვარული. პირველ რიგში მადლობა ჩვენ ერთად გამოწვევს, ვის დაგვისვა ეს კითხვა და იმედია რომ ინფორმატიული იყო. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სპონსორ Coca-Cola-ს, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ ჩავწეროთ ის კონტენტი, რომელიც თქვენ გინდათ. დაგვიწერეთ კომენტარებში, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ თქვენთვის, ან რა გაინტერესებთ და რაზე დიდი ხანი არ გაქვთ პასუხი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რა გინდათ რომ შემდეგში გასწავლოთ, ან რამე თუ გაინტერესებთ, დაგვიწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. Bye! და ჩვენ შევეცდებით რომ ყველაფერზე გაგცეთ პასუხი.